გამოვაწყოთ სამარხო მილაკები და ჯემიანი ნამცხრები, ერთი და იგივე ცომით. მოვზილოთ სამარხო ცომი, რომელსაც დავაფენოვნებ ზეთით. 200 მლ წყალში ჩავყაროთ დანის წვერით ლიმონმჟავა. გავახუროთ და შევდგათ საყინულეში 10-15 წუთით. არ უნდა გაიყინოს, კარგად უნდა გაცივდეს. ცალკე თასში 150 მლ ზეთს დავამატოთ 35 გრამი ფქვილი. კარგად შევურიოთ ერთმანეთში, ამასაც დავაფაროთ და შევდგათ საყინულეში 15-20 წუთით. ესაც კარგად უნდა გაცივდეს. გავცრათ 400 გრამი ფქვილი. დავამატოთ ნახევარი ჩაის კოვზი მარილი. დავამატოთ 200 მლ უკვე კარგად გაციებული წყალი. მოვზილოთ ცომი. ცომს ვამატებ 1 სუფრის კოვს ზეთს. გადმოვიტანოთ დაფაზე და ვზილოთ 5 წუთი მაინც. უნდა მივიღოთ კარგად მოზელილი ცომი. სანამ მე ცომს ვზელავ, თქვენ შეგიძლიათ არხი გამოიწეროთ, ვიდეოც მოიწონოთ და გააზიაროთ კიდევაც. შევფუთოთ ცელოფანში და დავასვენოთ 1 საათით. დასვენებული ცომი გადმოვიტანოთ დაფაზე და გავათხელოთ. უნდა გავათხელოთ ძალიან თხლად. აი ასეთი სიფრიფანა ცომი უნდა მივიღოთ. გადმოვდგათ გაციებული ზეთი და მოვასხათ ზემოდან. გადავკეცოთ გვერდებიდან, როგორც ვიდეოშია ნაჩვენები და ზემოდან მორჩენილი ზეთით სუნთლიანად მოვასხათ. ვკეცავთ საბოლოოდ კონვერტივით, გადავახვიოთ ცელოფანში და დავასვენოთ 20 წუთით მაცივარში. ცომი კარგად უნდა გაცივდეს, თუ დატოვებთ 1 საათით უკეთესია. გადმოვიღოთ ცომი და გავათხელოთ. ცომი არის ზეთიანი, შეგიძლიათ ხელებით გაიზეთიანოთ და დაფაზეც ზეთი მოასხათ ცოტა. სიადვილისთვის ცომი მე 2 ნაწილად გავყავი. ეს ცომი უნდა გავიყვანოთ, გავათხელოთ სიფრიფანა ფურცელივით. გათხელებული ცომი გადავკეცოთ ასე, როგორც ვიდეოშია ნაჩვენები. ეს ცომი კიდევ გავათხელოთ სასურველ ზომაზე, მივცეთ 4-კუთხედი ფორმა. ამათგან უნდა გამოვაცხო მილაკები და დავჭრათ ასე ზოლებად. ეს ზოლები ასე ხელის კიდე შეგიძლიათ ცოტა გავათხელოთ და დავახვიოთ მილაკების ფორმებს. ასე შევავსოთ ყველა ფორმას, ზემოდან შეგვიძლია გადავუსვათ ზეთი. გადავიტანოთ საცხობზე და გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე 30-35 წუთი შეწითლებამდე, მზაობამდე. სანამ მილაკები წვება, ამ მეორე ნახევარ ცომსაც ესე ცოტათი ხელით გავიყვან და დავჭრი პატარა 4-კუთხედებად. ცომი ძალიან მორჩილია, ასე ხელითაც შეგვიძლია გავიყვანოთ, ხელები გავიზეთიანოთ და მივცეთ სიფრიფანა 4-კუთხედი ფორმა. ცომის 1 კუთხე გადმოვკეცოთ, მე გამოვიყენე ჟოლოს ჯემი, დავადოთ აი ასე და გადმოვკეცოთ სულ ყველა გვერდი. ასე მოვამზადოთ ყველა ცომი, სულ 10-11 ცალი გამომივიდა. ამასობაში ჩვენი მილაკებიც გამოცხვა, აი ესეთი ძალიან ადვილად ამოდის ფორმიდან და ძალიან საუკეთესო მილაკები ცხვება. გადმოვიტანე მილაკები თეფშზე, ამათ მე სამარხო კრემით ამოვავსებ. საცხობზე კი გადავიტანე ჯემიანი ნამცხრები და ვაცხობ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე 30-35 წუთი შეწითლებამდე. ჯემიანი ნამცხრები, როგორც კი გამოცხება უკვე მზად არის, ზემოდან მოვაფრქვიე შაქრის ფხვნილი. მილაკები კი ამოვავსე სამარხო კრემით. კრემის რეცეპტი გამოჩნდება ახლა ეკრანზე, შეგიძლიათ გადახვიდეთ და მოამზადოთ. ამ მთლიანი ცომით გამოგივათ 20-22 ცალი მილაკი და კრემის სრული პორცია დაგჭირდებათ. ხოლო თუ ჩემსავით ნახევარი ცომით გამოვაცხობთ, კრემიც ნახევარი უნდა მოამზადოთ. კრემზე მოვაყარე დაფქვილი ნიგოზი. მილაკები კრემით ცოტა ჩარბილდება და საუკეთესო მილაკები გამოდის.
ხოლო ჯემიანი ნამცხრებით ძალიან არომატულია და ძალიან გემრიელი. ნახეთ როგორი ნამცხრები გამოგვივიდა. აუცილებლად გამოვაცხეთ ეს ნამცხრები ამ მარხვაზე, სანამ აღდგომები მოგვივა და ჩვენც უკვე სააღდგომო რეცეპტებს გაგიზიარეთ. ეხლა კი დროებით გემშვიდობებით, მალე ისევ შევხვდებით, იქამდე კი ბედნიერ დღეებს გისურვებთ.